მოგესალმებით მეგობრებო, წარმოგიდგენთ ახალი სერიალის ჩემ რეაქციას სახელწოდებით ღამის მონადირეები, მოკლედ ეს დეტექტიური სერიალი დაიწყო. მე მგონი დეტექტიურია რა. როგორც მე ვიცი, პირველი სეზონია, პირველი სერია და თქვენთან ერთად მინდა მოკლედ რომ უყურო რა, კიდევ ერთი რეაქცია იქნება, მოგესალმებით რომ უსაშველების რეაქციებს წერდით ხოლმე. და ეხლა გადავიდეთ ამ სერიალზე, საინტერესოა მოკლედ როგორი იქნება. დროს აღარ დავკარგავ, პირდაპირ ჩავთოთ და ვნახოთ როგორი გამოვა. საინტერესოა ყველა მხრივ. რომელი პაძემ თუ გეცნობათ, დაწერეთ კომენტარებში აუცილებლად. Շատ გარბი ხარ ბიჭო. შეპიდარასტოშე. თავი დამანებეთ რა გთხოვთ. რა სინაზებოდი ბიჭო, ჰა? ცერტა ქალებს ველაპარაკებოდი, შე რა გინდა? და ქალებსო გაიგე. პიდარასტი ხარ? კითხვას. რატო არ პასუხო? ბიჭო. შენა ბოსთან. შენა ბიჭო. ღამის მონადირეები გაიჩნდნენ? ეს საყვარელი მასტია. გაიარე ჩემო ძმა. ოი. ვერ გაიგე ბიჭო. მარჯვენა ჩემი ფავორიტია ბუტკუნა ძმა. აი გდეს ბიჭობა. ლაზარ სტუდიო წარმოგვიდგენს იურცის თეატრი. საინტერესოა მოკლედ ჩანსინა მიეცეს რა უნდა უყუროთ. ელენა მახარაძე. აქაც მახარა გაიჩნდა მეგობრებო. ბეგალა არის ძალიან მაგარი. ნაუცნაური ხმები იყო. არ მომეწონა ეს ხმები. არა რას ვიზავთ? ნიხმები უფრო ლამაზად ყოფილიყო. უკეთესი იქნებოდა. ამენ. დამოღამება უნდა ალბათ რა.
ის სახელწოდებით ღამის მონადირეები. ჯორჯ ლასარი არის რეჟისორი. ლასარი სადაური გვარია. ქართული ნახდათ არ არის. ელენა. გისმენთ ელენა? არ მოგიდგინოთ თქვენი თავი. დაიწყეთ, ნუ გერდებოდ. სახელი და გვარი. ელენა სანაია. გამარჯობა. მომახარაძეო. უცხო იერი გაქვთ. დიახ. ამბები მყავს უკრაინელი და ალბათ მაგიდა. უკრაინელს არ გავს რა. საიდან ხარ ელენა? ფოთიდან. ელავიდან. ფოთიდან მოფილ. სიმაღლე ვიცით. მეტრი და 62. გასაგებია. მადლობა. რომ მაღალი გვეგონეთ. სულ ეს იყო? ეხ. რატომ გადაწყვიტე სამსახიობოზე ჩაბარება? სახიობობა უნდა. მე ბავშვობიდან მიყვარდა მსახიობობა. მამასთან ერთად ხშირად ვუყურებდი ხოლმე ფილმებს. განვიხილავდით. ჩემი ძალიან სჯეროდა და ალბათ მეც ამიტომ გადავწყვიტე სამსახიობოზე ჩაბარება. ვიცი. მინდოდა ჩემი სათქმელი მიმეტანა მაყურებლამდე. რაღაც ახალი მეგრძნო. განსაკუთრებული. ალბათ ხვდებით, რასაც ვამბობ. მე მივხვდი ძმაო. ის კაცი კიდე რა ვიხატავს. მაგარი უყურადღებოა. გასაგებია. არის გასაგები თუ ჩემი ძმა. უარი უნდა გეთქვა რაღაცა ლაპარაკი. ელენა არის ნერვიულო. რა მოტონანი ხართ ხალხო? ლენ. რაკენი? რავი, კარგად ჩაიარა ყველაფერმა. გონი მოვეწონე. მგონი? ხო, რავი. გადაირვინე ძმა. უთხარი რა ნახევრად უკრაინელი ხარ? ანა, რა? რა შუაშია ეგ ამასთან? გამართლე. ის გმირი ვარ და არც ლტოლვილი. ადამიანო, უბრალოდ პატარა დეტალი რომ იცოდი არ არის რო ახსენო. ვუთხარი. ვიცოდი. რაიო, შენ რაკენი? ფიმბრერე, ბიცეკვე, ლექსი წავიკითხე, პროზა. რავი კიდე რა უნდა მეკნა? გონი მოეწონათ რა. ია. ყველაზე ამასო იყურებს რა. თავიდან მეგონა რაღაცები მოსწონით ისეთ ხმებში შემოგწესნებენ და რაღაც და მე არა იყო ანდრენ ძმა ამას. ლენ. ოტკი არა იყო ანდრენ მეთქი. მეგობრებო, ვისაც მოგეწონებათ, აუცილებლად გადადით მათ გვერდზე, გამოიწერეთ მათი არხი, დაალაიქეთ მათი ვიდეოები, მივცეთ мотиваცია, რომ უფრო გააგრძელონ და მალ-მალე დადონ ხოლმე სერიები და ასევე, ჩემ არხსაც თუ გამოიწერთ და დაალაიქებთ ამ ვიდეოს,
რად უკეთესი იქნება? ეს არის ვარკეთილი მეგობრებო ჰუალინგის გზა. რენა, ო ეგრეა, თუ ცდებია. მე მგონი ეგრეა. წამოდი გაგიყვანს. მე მგონი ცდები? ჰუალინგი რო იყოს და სახლამდე უნდა გაიყვანოს. არა, ჰუალინგია, კი, კაცსწორად გაგეჩინელებს კოპოს. ანუ ვაზისუბანში, სავარკეთილში იყვნენ და ვაზისუბანში გადაყავს ახლა. არა, უკუღმა ეხა. ჩაწყობით არ მივიდა. ანუ მოტრიალდნენ და უკან წამოვიდა იდეაში რა. ეს პირველი შეცდომა მეგობრებო. ძალიან საყვარელი ფაქტი დავაფიქსირე. ვარკეთილი პარე იყო იქით. იდეაში საითაც ეს გოგო მიდიოდა, ეხა უკან მოყავს რა ამას. ვარკეთილელებს ვერ გამოგვაპარებთ ძმაო. მე არა. ინტერესოა ცნობილი მსახიობებიც რომ მონაწილეობენ, ძალიან კარგია. ენაჩკა ვალიკ. კიდე სვამ. შენ არა, ფხიზელი. რაღაც მოწყენილი მეჩვენები და ვინმე ხომარ გაგაბრაზა? ნეტა ერთი რაში გაინტერესებს. ვინ შენ გაგაბრაზებს დედას მოუტყნა ვიცოდე. ის ვინი რა? ავალ ხო? ეძან აუ. ჩანთას აგატანინე ძიმე იქნებ. არ მინდა ავიტან ჩემით. ენაჩკა როდის უნდა გავისეირნოთ მე და შენ კაფეში? ხოლოდ შენ სიზმრებში. ჯერ ეს ერთი შვება არა. შვრება. შენ სამსახიობოზე ჩააბარე, გოგო თუ ფილოლოგიურზე. ჯერ არ ჩამიბარებია. მაგრამ მსახიობი სწორად უნდა მეტყველებდეს. რას ქვია არ ჩაგიბარებია, გოგო? ასუხები როდის იქნება? სადღაც ერთ თვეში იქნება. ასე მითხრეს. აუცნაური არა და წინა წელს ეგრევე დაიდო. ხო, არ ვიცი. ცვლილებები არისო უნივერსიტეტში და ტურებში რა ქენი, გოგო? ვიმღერე, ვიცეკვე, წავიკითხე ლექსი, პროზა, იგავარაკი. დედას ნიჭიერი, დედას მსახიობი. დედა, შენ ხომ იცი რომ აუცილებლად მოხდები სამსახიობოზე? შემი მაგარი გოგო ვინ არისო? მომისმინე. შენი და რო ჩამოდის, ხო გახსოვს? კი, ბავშვი კარით არ დამიტოვო. დახვდი. კარგი. წავედი ახლა მე. ქსენიასთან ვარ ყავაზე დაპატიჟებული. დე, მენატრე დე. იცით, ჩვენი ოპონენტების პროტესტი ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მე მაგალითად გარშემო არ მეგულება. ძალიან მიყვარს ეს მსახიობი რა. მაგალითად მე ვასწავლე. პრობლემა გააჩნია. ეხლა თუ ვიღაცას შრომა ეზარება, ამაში ჩვენ ბრალი ნამდვილად არ მიგვიძვეს. მესმის ბატონო შალვა, მაგრამ ჩვენ ახლა ფასებზე ვსაუბრობთ. თვითვეში სებმა ოქროს რეზერვები 82% გაიჯარდა. საგრძნობლად გაზრდილი რეალურად რო შევხედოთ. თბილისში აგვისტოში 3138 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. წავიკითხოთ ეს მეგობრებო, თქვილად თუ არ აქვს გამოტანილი. და გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას. აი შეხედეთ მაგალითად აგერ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბასლაინები რა არ მოგწონთ?
სად არიან ეს გაჭირვებული ადამიანები, მითხარით დამანახეთ ეს. ვი? ჩვენთან ეკონომიკა ყვავის გენაცვალე. ყვავის. აბლაროთ ექცენა. ინფრასტრუქტურას რომ დაუბრუნდეთ თუ შეიძლება. უკანონო მშენებლობები. აი ეს არის სრული სპეკულაცია. ცუდი კადრია უკან. ცოტა უხერხულია მაინც. აი, მარაზმია უკვე. ხუთებელი იყოს საზოგადოებისთვის. გთხოვთ არასრულწლოვანები მოარიდოთ ტელეეკრანებს. ქალაქში ახალი დაჯგუფება გამოჩნდა, რომელიც მოსახლეობას აწიოკებს. ისინი ღამით გამოდიან და დაუნდობლად უსწორდებიან. ლამის მონადირეები. გუჩნებს თუ რამ მდგომარეობაში როდის გადაიკვეთებიან ელენასთან ეგარი? ავა. ტეხილობები და ჭრილობები. მოხდართან დაკავშირებით მშობლებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. საზოგადოების ნაწილის თქმით კი ეს დაჯგუფება სწორედ იმ სამართალს ამყარებს, რომელზედაც პოლიციას ხელი არ მიუწვდება. ისე პოპკორნი უნდა დავიდო, ხოლმე მეც უნდა ვჭამა პოპკორნი და. ვაღელავს. ობაზგავი რა გააკეთა, რო ზედ დაიყარა, ისა როგორ დაეძინა ეხლა ნუ რა. საყოველოდ ყრია. პოპკორნი. ჩემნაირი ჩუსტები აციო მეგობრებო, მოიცა. აი. ჩემნაირი ჩუსტები აქვს. აღნიშნოთ. ჩემი კაცის არის ძმაო ხარ, ავი მას მიშემტენით. ხალი ჩუსტები გაქვს. ტაქსი რომ მაინც გამოგეძახა არა? და ჩამოვიდა, ხო? და საერთოდ რომ არ ჩამოსულიყავი არა? მოგიწევს ერთი კვირა ამიტანო. დის სიყვარული კარგია. ის ქალბატონი ფოთიდან ელაპარაკებოდა სავარაუდოდ დედა და ეს დაიკოც ფოთიდან ჩამოუვიდა რა. რა შვებია ბა? წესით არ იგით ეგრეა. მისმინე წესები. არ მირევ სახლს. არ ამოყავს სამეგობრო. არ შედიხარ ჩემს ოთახში, არც აქ. არ იღებ ჩემს ნივთებს, არ ხმაურო. არ ვარსებობ. Yes. ძალიან უჟმური გოგო ყოფილა. საკმაოდ ცნობილი მსახიობია. ჩემნაირი მანქანაც გაიჩნდა. გაიგე ახალი ამბები. კი, გავიგისოს. ეგ აღარა ერთი და ორი შემთხვევა. ხალხი დაშინებულია, გარეთ ვეღარ გამოდიან. ხო, მაგრამ ისინი ხალხს არ ერჩიან. დაკვეთაა შემოსული. უნდა გამოვიძიოთ. ვინ არის დამკვეთი? აპატიე და ჯერ მაგას ვერ გეტყვი. სანდოკაცია. კაი. რამდენი სიხდის? საკმარის. რა ვიცით. აი. ნახე. 40 წლის კაცს ხელები დაამტროიეს. ბოდიში ეს 40 წლის არ იყო. ეს ძალიან ეს 40-ის არის ბიჭო ჩემ ხელაა ტიპი ძმა. ცოტა ასაკშიაც დენა გვაქვს. იმიტომ რომ ცოლს ცემდა. თუ ცოლს ცემდა, უნდა დაემტრია ძმაო. 5 წლის ბიჭი სამუდამოდ ინვალიდი დატოვეს. ბარებში დადიოდა ეს ახალგაზრდა. გოგონებს კოქტეილში რაღაცას უყრიდა, თიშავდა და მერე აუპატიურებდა. სწორედ მოქცეულან ძმაო. სამი ახალგაზრდა. ისეც ემეს ნეკნები თავების მთლად დაუნტრეს. ამა თლად არ ეკუთვნოდა სიმართლე რო თქვა. არც სახელები.
არც მისამართები. ანაბეჭდებიც კი არა გვაქვს. როგორ? არაფერი არა გვაქვს. საშიში ხალხია. ისეთი არაფერი. უბრალოდ უნდა გავიგოთ ვინ არის. კაი. ამ საქმეს მე მიხედავ. დაშვები ჩვენ და ის. Barry Quincy. ენებაც რომ არ მინდა. აკრი. რავი. ყველაფერი კარგად არის. მოკლედ და მირეკა ვნახეო. თან ნათქვამი ქონდა რომ ვიღაც გოგოს აცილებდა საზღვარგარეთ. დას ვეჭვიან. ჭორაობის სცენების მოსმენა ალბათ არ მაინტერესებს. დიდი ხანია. არაფერს არ მაძლევს ჩემი აზრით ეს მომენტი. ეგრევე დავწვი რომ ღალატობდა და დაშორება უნდა და მაგ გოგოს გამო. ხანი თქვი რა მოხდა დავიღალეთ. ბავშვო. იარა. და კედელზე შემოსაწყვეტი. მე. კი, შენ, გლუვტვინიანი. მე რა შუაში ვარ ადამიანო? ორი დეგენერატი. მოდი ხარ რაღაც სისულელეს წყვები და გგონია რომ კარგი გააკეთე. ამ დროს საშჩინელი სურათი გვაქვს. წავედი რა. ნახვამდის. ინაცვალე ძმა. ხარ და იდიოტობას წყვები. გლუვტვინიანი ხარ. თავი არ გლუვტვინიანი საინტერესოა მეგობრებო. დებილი. და საერთოდ ასეთ რაღაცაზე აღარ დამაკარგინოთ დრო არასდროს. გაჭედა ძმამ და გლუვტვინიანები. შუმად. ის ჯიგარი გოგო ჩანს მეორე. არ გაგისწორდა ხო? ანა ძმაო მე არ გამისწორდა იქ 2 წუთი მაგათი მოსმენა და. ჩაბარებას აღნიშნავ თანა. მე რა შუაში ვარ. აი ნუ ამბობ რა. მე სულხან კვერნაძის უნივერსიტეტი ჩააბარე, ჩაირიცხები და. ჩემი ტოქსიკური და მელოდება რომ საჭმელი გავუკეთო. სახლის გზას ხომ მიაგნებ? ხო. ეს მომასპიცა ვარ. თუ არა და დაგირეკავ. უი, ვერ დაგირეკავ. ტელეფონი დამიჯდა. ეს ჯიგარი გოგოა. ამას კაი როლი ექნება მთლიან სერიალში. აი მახსოვეთ. ლენაჩკა. ამახო გაატრაკა საქ. ლენაჩკა. არი ბიჭო გაანებით არ გავატარა გავშია კაცო. ახალგაზრდა სტუდენტი გოგოა. ლენაჩკა. გული გამიხეთქე. თვალი ხარ? არა პახმელიაზეა. ლენაჩკა, როდის უნდა გავისეირნოთ მე და შენ კაფეში ოღონ არასიზმრებში. სახლში მეჩქარება. ლენაჩკა, სად გეჩქარება? დედა შენი სახლში არ არის, მამა საერთოდ არ. ო აქ ცუდი სცენა დადგება. მოგითხარი დაგერხა ძმა. Night Hunters. ოს რა მაგარი როჟა აქვს ძმა, იმენ ესო დავეც. ეს არა ვეცა. ამა შეხედე რა საყვარელი კაცია, ჩემ ეს როგორ ამის ბიჭო. ეს რო გამე გაგეჩითოს იმით ხელში, დუბიკით ხელში. მოჭალი უნდა გაიქცეს, მაო იმენ ალტერნატივა არ გაქვს. უბრალოდ ხურობთ.
აუ თავი მიარტყა ბიჭო მართლა მიარტყა თავი ამ გოგო ვაიმე YouTube-ზე შეიძლება ვაფშე ესეთი კონტენტი დადება ო ნიღაბი მოძრა ეს ბიჭი წეღან იჯდა ბარში ინტერესო მოდი დავიჭირეთ ეს ბიჭი იყო აშკარად ბარში 27 12 აიცა 27-12-ზე უნდა გადმოვიდეთ აი ძმო ჩემი გაიმენა დეტექტივად უთქუნა ბიჭი ეს არის უეჭველი მარცხენა და ეს როჟა არის ეს რა დააფიქსირეს ეს გოგო რო წავიდა აკიდების მიზეზი ცოტა სპეციფიურია მაგრამ ეგრო გამოვარტყი კარგია რა ხდება რა კვირინია რა ხდება გამაგებინეთ მაგარი უმორის გზნობა გზია კაც რა სიტყვით აბა ისმეთ აქრისთვის მომიყვანეთ მე პოლიციას ყველაფერი მოვუყევი დეტექტივი შენ დახმარება მინდა ხედავ რომ ძალიან შეშინებული ხარ მესმის ცუდი ამბავი მოხდა მაგრამ მადლობა ღმერთს რომ გადავრჩით მოსჩა მოსი უფრო დაგამშვიდებს მიდი მინიღბიანებმა დამიცვეს იცი რა უქნეს შენს მეზობელს შენი მეზობელი დღეიდან ვერც ივლის ვერც ილაპარაკებს და ვერც მოისაქმებს ყოველი შემთხვევისთვის ისევე არა როგორც ადამიანებს გვჩვევია დარწმუნებული ვიყავი რომ არაფერი შეეშლებოდათ ძალიან ფრთხილები არიან მითხარი რომ მათი სახე დაინახე ისინი ძალიან საშიშები არიან ვერც კი წარმოიდგენ რისი გამგეთებლები ისინი კანონს არ უვევენ გესმიში ვთხოვ თუ მათი სახე დაინახე დაგვეხმარე რომ ეს სიგიჟე დავასრულოთ სამარგოთ არ ეწყოდა ესე დარიგით რა ვიცი მაგრამ ახეს რამე ეს ვიზუალი უნდა შექმნა დარწმუნებული ხარ დარწმუნებულია კი ბატონო ამჩნეოდა მადლობა აი ხარეჯია კაცო
ლიფტი ისეთია მე მგონი მართლა ვარკეთილში ან ვაზისუბანში ცხოვრობს. ისევ მეგობრებო უალინგის გზა. აიძერესო აშკარად ძალიან დიდი ხნის წინ არის გადაღებული ეს სერიალი, იმიტომ რომ ეს გზა ეხლა ესე არ გამოიყურება. რადიკალურად სხვანაირად გამოიყურება. უნინძები გაშენია არაფერს დაგიშალოთ ჯერ ძალიან მაგარი მე არაფერი მithkoms პოლიციისთვის. ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებთ გეუნება 4 ნიღბიანი ტიპი 5 რა და თან აყოლებს ჯერს და არ უნდა შეგეშინდეს მე შემეშინდებოდა წავა პოლიციას მოვყევი ყველაფერიო მაგას გავაკეთე არ მოვყევიო პირიქით ხო შენ ხომ იცი რომ ჩვენს ერთ-ერთ მონადირეს ნიღაბი ჩამოუვარდა მე ვიცი მე დაჟე ისიც ვიცი ვინები ხართ ძმაო არ დამინახავს მისი სახე არ დაგინახა ეხლა ხომ ხედა ეს აშკარად ამათი უფროსია რა პირველი თავი ეს ტიპი ჩანს აი მას გააკამას ნიღაბი ხო ჭეშმარიტების დღე საგამოძიებულ სამსახურთან ჯობია ვერ გვიცნობ და თუ გიცნეს და თუ გიცნეს მეგობრებო არ გეგონოთ რომ თქვენ არ გესმით ხმა ანუ მეც არ მესმის ძალიან ცუდად ისმის ხმა რა მესმის ცოტა ისეთ ხმით ლაპარაკობს ტიპი მაგრამ აშკარად ხმა არ ისმის ლამაზი დაშვების მომენტი ჩემი ჩუსტები ახლა დასაცვია კაი ჩაის ყველა პური უხდები. რა მოხდა არ მომიყვები? მეტი რა გითხრა? უყოლი. ანუ
რას აკეთებდი მთელი ღამე პოლიციაში? ლექსებს წერდი. ჯოკერს ყომარავდით თეკლა. ჯოკერს ყომარავდით ოჯახ კარგია. და ის ნიღბიანები აღარ გამოჩენილა? არა. არა. არა და აშკარად გამოჩნდნენ. ცემეს და წავიდნენ. მაინც მგონია რომ რაღაცას მიმალავ და არ მეუბნები. მე გავაღებ იყავით. ეწავა. იყავი მე გავაღებ. მე გავაღებ. კაი, შენ გავაღებ. მაქსიმუმ დეტექტივი იყოს რა. დეტექტივი კი არა, აი ჩვენი ძმა და მეორე ძმა. ესე იავნად სახში მოსვლა. ავით. ლენ, ვინ არის? გურამა და ლეონა არიან მოსულები. გავყვები ახლა და მოვალ. ახნით და მოვალ. ტექსტები იმენა კარგად ვიცი. აი BMW კაია. Otku es bossia metki. Atavis etarbis, ანუ ნეტარას ნიშნავს. Atavis etarbis. იმედია იტყვიან. ეს რაღაცები მაინტერესებს ხოლმე. გაგიგია ფრაზა. მიზანი ამართლებს საშუალებას. მიზანი ამართლებს საშუალებას, მერე? ბევრს გონია რომ ეს ფრაზა თემას მივხვდი რა, ან დობა როგორ მოიპოვეს, ანუ ამ გოგო როგორ მოიპოვა დობა. ის ტიპი რო შეხვდა და დეტექტივს რო დაეჯახა, მაგით მივხვდა რომ სახის ამოცნობის თემა ამ გოგოს არ გაუკეთებია და მართლა არ ჩაუშვია, ანუ ის ტიპი მაგიტომ მიეჯახა იმას რა, მაგით დაწვეს რომ ეს გოგო ჯიგარი ყოფილა, და ეს ორი ტიპი ადგაიხა და ამათაც წამოიყვანეს რომ ალბათ ეს თავაზებენ რომ ჩვენთან იყავიო რა. რაღაც ეგეთი პონტი გაიჩნდა ჩემი აზრით რა. ჩემი აზრით კი არა, ეგრეა კაცო, ეგრე იქნება უეჭველი. ნიკოლას მაკიაველი. საბჭანდი. ჩაი? მადლობა. მე რამდენი ჩაისვავს დღეს უკვე? ვეღან დავლიეო ეგრე უნდა ეთქვა, რომ უფრო საყვარელი მომენტი იქნებოდა ჩემი აზრით. რატომ არ ჩააბარეთ უბრალოდ პოლიციას? თვალის წინ, კბილის წინ. დანის გარჭობა? აქ თავი კითხვა. არა რა. არამედ სად გაერჯო. თუ გაიშუთ გაიღო? უსამართლო ქმედების სამართლიანი დასასრული. სამართლო ქმედების სამართლიანი დასასრული? დიდი არაფერი სესო. რაც მოსახლეობისაგან და ჟურნალისტებისაგან მოვიძიე, ჯერჯერობით 5 მონადირე დავთვალე. ისინი კულტურული, ან რელიგიური პერსონაჟების ნიღბებს ატარებენ. ასევე აქვთ თავიანთი ფსევდოსახელები. მინდა მადლობა გადაგიხადო.
რომ არ გაგვეცი. დამიჯერე. სორი არჩევანი იყო. დასამალი აღარაფერი გვაქვს. მოიხსენ, ნიხვი. ასურა. ეს ბიჭი არის ჩემი ფავორიტი ბრატ. ეს ბიჭი დამევასა. გასტო. ეს კაი ბიჭია. ოლუქსი. ოლუქსი. ელები საიდან გადაამოღამეს? ელა. ელა. ელა დამეტანი ბერძნულია. და მათი ლიდერი ლაზარუსი. ლაზარუსი? მათ კავშირი უნდა ქონდეთ იმ მითოლოგიურ სახელებთან. ან იღბებთან. სხვა შემთხვევაში სისულელე გამოდის. და რატომ მაინცა და მაინც ეს სახელები? უფრო სახელი ვერ დავამოღამე. იქნებ უბრალოდ მოსამდ. ან მე გავგიშდი. არა მგონია. აქ რატომ ვარ? იმიტომ რომ გათავისუფლდა. უარი თქვა სამართლო სამყაროზე და შენით დაამყარო სამართლიანობა. შენი ხმა ყველას გააგონა და შენი სიტყვა შთაგონება იყოს უიმედოდ მყოფი ხალხისთვის. ჩვენც ერთ დროს დაჩაგრული ბავშვები ვიყავით. დაცინვის და ძალადობის მსხვერპლი. რა სიტყვი, ელენა? გინდა შენს გათავისუფლდე. ხო თქვი. ნერვიულობს არაფერი არ სჭირ. ამშვიდ. რად? იმედი ამ სიმღერებზე კოპირაითი არ მოვა. მოკლედ. ზოგადად დასრულებული სიმღერები ძალიან კაია, ხოლმე ძალიან მოწონს რა და კაი მელოდიაა. როგორ შეაფასებდით სერიალს? საინტერესოა? მე ასე ისე მომეწონა, საინტერესოა, რამოდენიმე მცირე პატარა ხაზები არის, რაღაც ცოტა ჩენელებული რა ცოტა ტემპს ანელებს, მაგრამ ჩემი აზრით მომავალი აქვს ამ სერიალს და ზუსტად ერთ კვირაში გამოვა მეორე სერია. ვისაც გაინტერესებდა უფრო ჩემზე მალე გინდათ ნახოთ, მათი არხი გამოიწერეთ აუცილებლად. დაულაიქეთ კიდევ რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს მათ შესახებ და რა ვიცი, ჩემი რეაქცია თუ მოგეწონათ, დააკომენტარეთ, დალაიქეთ და არხი გამოიწერეთ წინ 5000 გამომწერისკენ. აბა დროებით ხალ, ხო? გაგოცეთ.